გაჩვენოთ ვიდეო, სადაც აქაურებივით იქცევიან. მართლა, ინტეგრირდი. გვაქვს ვიდეო? გვაქვს ეგეთი ვიდეოც რა. عليكم السلام تعال جورج عجزان على أرض تلاقي أنا نهدي أنا فيهم أنا دمي فلسطيني 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 أنا دمي فلسطيني ნახე ესენი ხო ხა ის ოცნების პროპაგანდისტები რომ ამბობენ რა რაღაც რომ ჩამოვლენ თუ ჩამოვლენ ინტეგრირებას მოახდენს უკვე ინტეგრირება იარაღით ხო ეგ სათამაშო იარაღი ეგ სათამაშო რა იცი რომ სათამაშო ეგ რა ვიცი ჩვენ რომ ეგ იარაღი მე რა ქართულს არა აქვს იარაღი მოდი საერთოდ ქართველებს აუგზავნოთ იარაღის ფლობა ესენი საერთოდ სტუდენტები იყვნენ წავლენ უეჭველი ვიცი ესენი უეჭველი სოსო მანჯავიძეს მოусმენენ და წავლე. აი სოსო მანჯავიძის შეეშინა. სხვადასხვა სოსო მანჯავიძე რა თქვი. აი ირანელები პრობლემა. გაიგე? ესენი რატოა ირანელები უფრო პრობლემა მინდა და ნუ იქ რაღაცა რთული თემაა რა რაღაცა. იქ რაღაცა. აი რელიგიურ რაღაცა, იდეოლოგიურ, აი მოკლედ ირანელები პრობლემაა, აი იმაზე მეტი პრობლემაა, არაბები არ არის პრობლემა. კი. გაითვალისწინებენ, ვიცი, სოსოს გაითვალისწინებენ და ირაკლი კობახიძეს შახად არა რა არის იცი უცნობი ჩაეხუტება ყველას კი ყველას ჩაეხუტება თავის სიყვარული როგორ ღმერთი სიყვარული აი მაგას სიყვარული ღმერთი სიყვარულია იმადა კი ბიჭო აი როგორი რაღაცა იცი აი მან მთელი პრობლემა რა არის გეტყვი რა ბიჭო აი იგებ ერთად იმღერებენ მე ლივლივე ეს ბიჭო აი რა პრობლემაა იცი აი იგებ ამ ამბავს რაღაცას იგებ ხო აი მაყურებელმა განსაჯოს რა მოდის რაღაც 300,000 უცხოელი შემოსული ვიცით ქუჩაში ჩანს ყოველ ნაბიჯზე ვიცით ხალხი უკან ყოფილოა სამართლიანად ვიცით საიმიგრაციო კანონმდებლობა გვაქვს ლიბერალური ცალსახა იყიდება ბინადრობის უფლება $100,000 რეკლამები კეთდება იაფია ხალხო იყიდეთ და პირდაპირ ქალაქებს აშენებენ ეხლა და ამ ქალაქების აშენებაში აპირებ უცხოელებზე გავყიდო ბიჭო როგორც მე არ ვიცი კობახიძე რას თავში რა ექნება რა არ ექნება რას გააკეთებს და ივანიშვილი ისე არის ის უცნობა სოსო მანჯავიძემ და ამ ხალხმა. ხო, უბრალოდ აი რაღაც შეიძლება ერთი უთხრან, მეორე გააკეთონ, მესამე იფიქრონ, მეოთხე დააპირონ, რა ვიცი, ხო? აი ვიღაც ჩვეულებრივი ვიღაცა ხარ, ხო? რა დარწმუნებული ლაპარაკობ რაღაცებს. ეს ფაქტები ხო შემაშფოთებელია, ჩამონათვალია ფაქტი. ჩემი აზრით არ არის რაღაცა არაბებს არ მოუვათ თავში, ჩემი შეკაიადა რომ მოუვიდეთ რა შვებით, კაცო, კანონი რატო არ აქვს? არა იცი რა არაბებში რთული თემებია ირანელები არიან არა უეჭველი არ ბიჭო რა რეკლამას აკეთებს ყიდულობს მოდის და უფრო მეტი რო არ გახდება 300,000 რო 600,000 არ გახდება კანონი რამე არ უნდა გავამკაცროთ რა რაზეა ლაპარაკი კანონს რატო არ ითხო შენ გამკაცრებას და აი რა არის იცი მე მგონი ხომ არ მგონია რა არა თქვენ დასაჭერები ესე დაიჭირეთ ესე დაიჭირეთ რას ბაზრობ კი ეგი რატო იცი დასაჭერები რატო იცი ეხლა ჩვენ ხო ლაპარაკობთ რომ არ უნდა იყიდებოდეს არ უნდა ჩამოდიოდეს აი ესენი ვინც ვაჩვენე ხო ესენი ეს არ უნდა იყიდებოდეს და არ უნდა ჩამოდიოდეს ხო მაგას ხო ლაპარაკობთ დასაჭერი ხარ რატო იცი რატო ხარ იცი დასაჭერი აქ ჩვენ რაც შეიძლება მეტი უნდა შემოუშვოთ. პირიქით ჩვენ უნდა გავუღოთ კარი ყველას და დავანახოთ როგორ გვიყვარს ისინი. საერთოდ აქ უნდა შემოუშვოთ რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ იქ ისე რომ დაინახავენ ჩვენ სიყვარულს, იქნება მე კარგად მოგვექცენ.
თორე რო იძახი რომ არ უნდა შემოუშვან, ეგ ქსენოფობია, ეგ სიძულვილია და ეგრე საერთოდ ეგრე აღვივებ, რაღაცას აღვივებ, გაიგე, მერე აქ ბევრი უნდა შემოუშვა. შენ სინამდვილეში აიღეს, რომ შემოვა სულ ყველას, საერთოდ ჯობია რომ რაქნა, იცი, რომ შემოვლენ, ძირს გაეგო. ეგ არ არის ქსენოფობია. ძირს გაგება არ არის ქსენოფობია. აი 300,000 კაცი შემოსულია უკვე 10 წელიწადში. ასე თუ გაგრძელდა, იგულისხმება რომ მეტი გახდება. ალბათ, რავი, 10 წელიწადში გახდა 300 და კიდე 10 წელიწადში 10 წელიწადში მოიმატებს ტემპი. ხო. უფრო მეტი იგივე იყოს ტემპი, ან იკლოს ტემპი, მაგრამ შემდეგ 10 წელიწადში გახდა 500, არ ვიცი. მაგრამ ნუ იმატებს, ეხლა ეგ სურათია. რაღაც ქალაქს აშენებენ, სადაც იძახია რომ უცხოელებზე უნდა გავყიდო. ნუ შანსია დიდი რომ იმ უცხოელებზე რომ უნდა გავყიდო, ალბათ იცხოვრებენ, ალბათ ცარიელი ქალაქი ხო არ იქნება, რა ვიცი. ასეთი შიშები არსებობს. სვამ მკითხებს რომ ამას რა გვაზღვევს? რა გვაზღვევს რომ აქ მეტი არ შემოვა, არ წაგულეკავს მიგრაცია? შეიძლება ამაზე პასუხი იყოს არა ის რომ აი იცი რა გვაზღვევს? აი ნახეთ, აი ამ კანონს ვიღებთ, ან ეს კანონი გვაქვს და ვეღარ შემოვა. ეს კი არ იყოს პასუხი. ჩემი აზრით არ მომდებათ მაგათი. კი, აი ეს შეიძლება. ეს მარტო მე მეჩვენება რომ თქვენ ბიჭო ვაფშე ნორმალურები ხართ, რავი. აი რას პასუხო? შეიძლება ეხლა რომ აი რატო კი მაგრამ როგორ გადავრჩებით? მოდის ხალხი და მე რატო არ გაგრძელდება ეს შემოდინება და რა არის? მე მგონი არ მომდებათ მაგათი. მე მგონი შენ რომ საპირისპიროს ფიქრობ, მე მგონი შენ ვიღაცის აგენტი მოსყიდული ხარ, საერთოდ დასაჭერი ხარ რომ ეგეთ რაღაცებს ამ. ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება. ხო, ეს სხვა არა რა არის? ეს აი რა ერთი ხელიდან, აი ეგეც მაინტერესებს. რა ერთი ხელიდან იმ გაგებით კი არა, აი ჩვენ რო ვართ, რო ვიყოთ, აი იმართებოდი. აი გეტყვი. გუმართეთ ვიღაცა. გეტყვი რა. აი რანაირად მოახერხეს რო? აი ნუ აქ ხო სინამდვილეში ნუ ამ ქართულ მოუსნევამ სრული ძალაუფლება აქვს და უკვე ოპოზიცია ხო აღარ არსებობს. ოპოზიცია ხო საერთოდ ქართულ ოცნებას ხო წინააღმდეგობა აღარ აქვს და იმდენად გაიფორმა ეს ძალაუფლება რომ ყველა დაიჭირა, მიიჭირა, მოიჭირა ვისაც ერთმა ვიღაცა დააჭერია. ხო ვიღაცა იქ დამაძე დაიწყო მუშაობა ვიღაცამ პირდაპირ და ხო ეგეთი სიტუაცია და ეხლა შენ რომ ლაპარაკობ ამ მიგრაციაზე მე მგონი აქ გადატრიალებას გეგმავ შენ მე მგონი რევოლუციას აწყობ და ხისტი მოქმედებები ამაზე საჭირო. თავრობა უკვე ისე მდგომარეობამდეა მისული, რომ პირდაპირ ასეთ განწყობებს ავცელო.